ეს არის ლუზერების და გაუმაძღარი ადამიანების მთავრობა და ჩვენ ამას ვხედავთ. ესაუბრებიან ბატონი გორდულაძე, ბატონი ქადაგიშვილი, ეს ადამიანები გვესაუბრებიან, რომელთა გუნდიც და რო გადავხედოთ. არის ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის დანაყოფი, იმიტომ რომ ყავთ გუნდის წევრებად ნაციონალური მოძრაობის შემომწირველები, ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, მაგალითად განათლების სისტემა ჩააბარეს ნაცების ციხეების უფროსს, რომელიც ახორციელებს ახლა ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას. ამის გარდა ეს ადამიანები, რომლებსაც არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ გვესაუბრონ ჩვენ, ნებისმიერ თემას, რომელსაც ეს ხალხი შეეხო, ოცნების ამჟამინდელი სამთავრობო გუნდი, მათ ჩააფლავეს. შეხედეთ საგარეო ურთიერთობებს, რომელთა მიმართულებით ჩვენ საერთოდ ვექტორი აღარ გვაქვს. ფასების მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით თავს იწონებენ ეკონომიკური ზრდით, მაშინ, როდესაც ელემენტარული ინიციატივა ფასების დაკლებაზე მოუბრუნდა ჩვენს მოქალაქეებს, ფასების პირიქით მომატების რატომ? მაგალითად